ეს არის 2012 წლის 1 თებერვალს ამონ გისმენთ. რაღაცეები ცოტა მოვაკელი, რაც დიდი მნიშვნელობის არ იყო. და ამიტომ ვიყავი ეგრეთ წოდებულ ბალნიჩკაში მოთავსებული და ვითხოვდი უშედეგოდ დაწესებულების უფროსთან შეხვედრას. ერთხელაც თანამშრომლებმა მითხრეს, რომ უნდა შეგახვედროთ უფროსო და ჩამიყვანეს უფროსის კაბინეტში. იქ დამხვდა ჩემი უცნობი ორი პიროვნება, რომლებსაც სახეზე ვცნობ, ასევე ვიცი ერთ-ერთის მათგანი სახელი და გვარი იგი ამოვიცან ტელევიზორში. ქვევით ამბობს და მე გეტყვით, რომ არ აგვერიოს, რომ ეს არის ოლეგ მელნიკოვი. ხოლო მეორეს, ხოლო სახეზე ვცნობ, ისიც მყავს ტელევიზიით ნანახი, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი. ამ ადამიანებმა დავაზუსტებ რა, ოლეგ მელნიკოვიც იყო კუდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ადამიანი, რომელიც იგივე გირგულიანის კლუბობაში და არაერთ სხვა საქმეში ფიგურირებს. აქვე, ხო, ამ ადამიანებმა მითხრეს, ესე იგი მელნიკოვმა და იმ მეორემ, რომელსაც ცნობს სახეზე, მაგრამ ამას რო ლაპარაკობს, არ იცის, ვინ არის. ამ ადამიანებმა მითხრეს, რომ თუ არ დავეთანხმებოდი მათ წინადადებას, სუფთა ჰაერს არ მაღირსებდნენ, ასევე დამემუქრებოდნენ ჩემი შვილის დაჭერით. შემომთავაზეს დამერწმუნებინა გიორგი ბარათელი, რომ მიეცა ჩვენება. მე გიორგი ბარათელს მანამდე არ ვიცნობდი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ისე რომ არ წამომდგარა სკამიდან, ხელში ეჭირა ჩემი პირადი საქმე და ექსპერტიზის დასკვნები. მითხრა, რომ მეკუთვნოდა სასჯელის გადავადება და გადამივადებდნენ კიდეც სასჯელს ერთ კვირაში, თუ მათ შესათავაზებას დავთანხმდებოდი. მანვე მითხრა, რომ ბარათელს თუ კი იგი მისცემდა მათთვის სასურველ ჩვენებას, მნიშვნელოვნად შეუმცირებდნენ სასჯელს, ისე რომ მალე გავიდოდა. მეორე პიროვნება ამ დროს ოთახში აქეთ-იქით დადიოდა და ხელში ტელეფონი ეჭირა. ეს სადღაც გადავედი, ხო. მეორე მათგანმა, რომლის სახელი და გვარი ვიცი, ამჟამად, ესე იგი მელნიკოვმა, კონკრეტულად მითხრა, რომ მე უნდა დამერწმუნებინა ბარათელი, რომ მიეცა შემდეგი შინაარსის ჩვენება. კერძოდ, მასთან მივიდოდა გამომძიებელი მისივე თხოვნით და ბარათელი ჩვენებაში განაცხადებდა, რომ თითქოს გურამშარაძის მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავამ. ჩვენება, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, მანვე აღმიწერა გოგა ხაინდრავას სახლის ინტერიერი. კიდევ ამბობ, 2002 წლიდან კაცი ციხეშია და გოგა ხაინდრავას მაშინ არ ქონია ეს სახლი და მისი ინტერიერი ვერ ეცოდინებოდა 2009 თუ 10 წელს ხდება. მივხვდით რის თქმა მინდა გოგა არ გამოგჩეთ რას კითხულობდით. როდის შეხვდა მელნიკოვი და ეს ხდება 2009 წელს, როდესაც მოძრაობაა დაწყებული დიდი საკნების და 2009 წელს არის ეს შეხვედრა, როცა თხოვენ გოგა ხაინდრავას ხელისდადებას, რომ დაიჭიროს სანაცვლოდ. დიახ, კი ბატონო. რომ თითქოს მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავამ. ჩვენება, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, მანვე ამიღწერა გოგა ხაინდრავას სახლის ინტერიერი. მითხრა, რომ გოგა ხაინდრავას სახლს აქვს დიდი ზალა ბრჭყალებში, რომელიც გადატიხრულია ფარდით, სადაც დგას რკინის ორნამენტებიანი მოჩუქურთმებული ავეჯი, რომელზეც თითქოს გოგა ხაინდრავამ ბარათელს უთხრა, ანუ ეს ხვიჩას უნდა დაეზეპირებინა ეს ბარათელისთვის. რომ ეს მეგობრებმა მაჩუქეს და შეეკითხა, ხომ ლამაზია მოგწონს გიორგიო. ეს თელ დიალოგებიც ჰქონდათ დაგეგმილი. ასევე ბარათელს უნდა ეთქვა, რომ გოგა ხაინდრავა გურამშარაძის მკვლელობის შემდეგ მისცემდა $500,000 სუფთა პასპორტს, მიიყვანდა აეროპორტში და საზღვარგარეთაც უპატრონებდა. ამასთან ბარათელი 2 წელი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ამასთან დამემუქრენ კიდეც, რომ თუ მათ შეთავაზებაზე უარს ვეტყოდი, ჩემ შულს დაიჭერდნენ და მაწამებდნენ. მითხრეს, რომ თუ სადმე გავამხელდი, სასტიკად დავისჯებოდი, რაც მე დღემდე მართლაც არსად არავისთვის მithქვამს და ახლა ვაცხადებ ჩემს ადვოკატთან. ამის შემდეგ 2 დღეში ჩემს საკანში შემოვიდა უფროსი და უსაფრთხოების უფროსი. მათ მითხრეს, ბარათელი შემოყვავს თქვენთან და ვინმე ხომ არ გაქვთ პრობლემაო. ჩვენ უთხარით, რომ პრობლემა არ იყო და შემოიყვანეს გიორგი ბარათელი. კამერაში ვიყავით მანამდე მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ამ საუბრის შემდეგ დარჩა ჩემთან ჩემივე თხოვნით. ვერ მოიტყუება ეს კაცი, რომ ჯერ ერთი გოგა ხაინდრავას ინტერიერის ზეპირად იცის და თან საკანში ესწრებოდა მესამე კაციც.
მე ბარათელს რამდენიმე დღის განმავლობაში ვესაუბრე. აღნიშნულ საკითხზე თვითონ დაინტერესდა კიდეც და მომიყვა თავისი ამბები თუ რომელ კამერაში რა შეემთხვა და რა კონფლიქტები ჰქონდა. იგი თითქმის ყველა კამერიდან გარბოდა, იმიტომ რომ ყველგან ზეწოლის ქვეშ იყო. რომ მოვისმინე მისი მონაყოლი შემეცოდა და ვუთხარი რომ კარები რომ გაიღებოდა და წყალზე გავიდოდა უკან აღარ დაბრუნებულიყო, რაც მან გააკეთა და უკან აღარ დაბრუნებულა. მე მისი საუბრიდან გამომდინარე და ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე დავწუნდი რომ ის არ იყო გურამშვილის მკვლელი. ამის შემდეგ ჩემზე იმის გამო რომ არ შევასრულე მათი მოთხოვნები ბარათელთან მიმართებაში განხორციელდა წამება და გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. აქვე ვაცხადებ რომ იმ ადამიანებთან ერთ-ერთი რომელსაც თავაზობდა ბარათელისთვის მეთქვა რომ ესა მოკლედ იყო ოლეგ მელნიკოვი, ხოლო მეორე რომელიც ტელეფონზე საუბრობდა ახსენებდა თოფუს გავაგებინოთ. თოფუ თანახმა არის. ზოგ შემთხვევაში შეფსაც მოიხსენიებდნენ ხოლმე. შეფი როგორც ვიცით იყო ვანო, პირველი როგორც ვიცით იყო მიშა. თოფუ ვინ იყო თქვენი? თოფურიძე სოსო. ვინ იყო სოსო თოფურიძე? სოსო თოფურიძე იყო ჯალათი. საზოგადოებას. სოსო თოფური იყო თოფურიძე იყო ჯალათი. მისი თანამდებობაზე პირად არ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს რომ ვიღაცას რო ამოწყვიტავდნენ, დაიჭერდნენ, დაასისხლიანებდნენ, გაქურდა. ესე იგი მოადგილე, დიახ. გასაგებია, ყოველ შემთხვევაში მისი ფუნქცია დათა ახალაიას მოადგილე, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, რომ მისმა გვარმა გაიჟღერა უკვე ქართული